მოგესალმებით, მეგახლავთ გიორგი დარასელი და მინდა აუცილებლად განსაკუთრებით უცხოეთში მყოფი ქართველი და პატიმრები მინდა მოვიკითხო და ის ეპარქია, რომელსაც მეუფე სტეფანე წარმოადგენს, ადამიანი ყავს სტუმრად, რომელიც ძალიან გაგვახარა მისი სტუმრებით, მეუფე დაგლოცეთ თუ შეიძლება და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისათვის და მეუფე მოვიკითხა აუცილებლად თქვენ ეპარქიებს, რომელიც რა ვიცი, ჩვენთვის სამაგალითო გახადეთ და დიდ მადლობას მოგახსენებთ ამისათვის, აი მართლა აი იმ სილამაზისათვის, რაც ამ ეპარქიებს შეძინეთ, თქვენ დიდ მადლობას მოგახსენებთ და თუ შეიძლება მეუფე ძალიან ბევრი ტკივილის ფასად, ამის ფასად, იმის ფასად თქვენ აქამდე მოგაქვთ ეს ყველაფერი და ჩვენმა უწმინდესმა თქვენი მეძე დატოვა ბევრი რამ და თუ შეიძლება როგორ უნდა ადამიანებმა აი ის ტკივილი და ის გადავიტანოთ დღეს დღევანდელი დრო, რასაც გვიმზადებს, იმიტომ რომ ძალიან შფოთშია ხალხი, თქვენ კარგად იცით და თქვენ როგორც გამოცდილი ამ ყველაფრის და გადამტანი, ხო? მინდა თქვენ დაგეკითხოთ თუ შეიძლება. დიდი მადლობა ამისათვის, რომ მობრძანდით, დიახ. ჩემი იმედით არა, უფრო ღვთისიმედით. დიახ. ღვთისიმედით შეიძლება ყველაფერი გააკეთო ადამიანმა და ეხლა რა ვიცი, რაც ხდება ხოლმე შფოთი ამბავი, თქვათ, არეულობა, უფლის შეწევნით ხდება ამის გადატანა და თქვათ, როდესაც ეს შესაძლებელია, თქვათ, წიროებით, როცა შესაძლებელია, ლოცვებით შესაძლებელია, პირადი ლოცვით, ვის როგორ შეუძლია, რა დროს შეუძლია, შფოთი ამით მშვიდდება და წყნარდება ფაქტურად ადამიანში და ადგილი არჩება ბოროტს და თავისთავად შფოთიც განიდევნება. ხო, ნუ ახლა ეს თეორიულად ადვილი სალაპარაკოა, მაგრამ ამისი ასე ვთქვათ, რეალიზება. დიახ. ნუ ძირითადად არის რა არ დაიწყო დილიდან თქვათ რაღაც ინფორმაციების აკრეფით დაიწყე ლოცვით ხო მე რაც საჭიროა რომ გააკეთო იმისთვის გჭირდება ინფორმაცია გქონდეს ის ინფორმაცია გააკეთე და საღამოზე ცოტა რაღაცა თქვათ გადახედე რა ხდება დიდი შფოთი არ იქნება გარდა ამისა არის თქვათ გადაცემები რომლებიც შფოთს შემოიტანე თუნდაც იგივე თქვათ ინტერნეტით და ნებისმიერ თუ ეს გადაცემები თქვათ აი თუ აგრესიას ბადებს არა შინაგანად თუ ამას მიეჯაჭვები მაშინ სულ ასეთი შფოთში იქნები თუ რაღაც ზოგადად ნუ გადმოხედავ შენ პოზიციას განსაზღვრავ შენ რა გინდა ამ ცხოვრებაში რა არის შენთვის თავარი რა არის პრიორიტეტი იმის მიხედვით განსაზღვრავ რომ ესე იგი როგორ უნდა იარო და აქ უკვე ღვთის შეწევნით უნდა წახვიდე და აქ არის ზუსტად გარჩევა რა ჯობია თქვათ არის დილემა ხო თქვათ საით მიდიხარ კითხე უფალს ჩაოლებრივად ხო ანუ ღვთისნება საით ჯობია ღვთისნებით საით უნდა წახვიდე ხო და ღვთისნებით შფოთში არ შეხვალ ღვთისნებით ივლი აი რა ვიცი როგორ გითხრა ხანდახან განსაცდელიც არის მაგრამ შინაგანად ხარად ხარ იმიტომ რომ ღვთისნებით მიდიხარ გება ახლა კითხვა ღვთისნებით როგორ ვიაროთ ხო და აი როგორ უნდა მიხვდეს ბევრი ადამიანი ხა მაგალითად აი ბევრი გულანთებული ადამიანი დღეს შეიძლება დგას სადღაც რაღაცა იცავს ხო თავისას გონია მართლა ბევრი ადამიანი შეიძლება იცავს ბევრი იქით ხარის არ ბევრი აქეთ ხარის ხო შეხვედრიათ ეგეთი რომ აი მართლა გაბრუებული ადამიანები ვიღაცეებისგან და ბოროტისაგან რა თქმა უნდა მაგრამ გონია რომ ღმერთისგან აი მომავალს ქმნის სიტყვაზე როგორ უნდა მიხვდეს მეუფე იმიტომ რომ ძალიან ცუდი ვითარება ამ შემთხვევაში ძალიან ადვილად მოტყუებადი ადამიანი არის დღევანდელ დროს კითხვა რატომ ვაკეთებ რა მიზანი აქვს და ღვთისათვის ათნოა თუ არა ეს კითხვები დაუსვი შენ თავს ხო და ნუ იმართლებ თავს რომ იცი რა მე ახლა ამას ასე გავლიბერე ისე გავლი და მაინც ღმერთისკენ მივა ანუ ღმერთისკენ თუ გინდა წასვლა თქვათ ის საშუალებები რომლებიც ღვთისათვის მიუღებელია ეს არ არის სწორი გზა თავისთავად ესე იგი მიზანი გაქვს აყვავებული ქვეყანა დაუშვათ
ან კიდე სულის ცხონება, ხო? ხო, სულის ცხონება არის თავარი მიზანი, დააყოვებული ქვეყანა არის დაქვემდებარებული მიზანი. ანუ შენ იერარქია უნდა გქონდეს ფასეულობების. რა უფრო მთავარია? თუ ახლა შენ თქვა ღმერთის უგულებელყოფით ფიქრობ რომ კარგ დააყოვებულ ქვეყანაში შეხვალ, ხო, ამას იტყუებ თავს და ღვთის წინაშეც არ ახარ მართალი და აი ღვთისნება როგორ გინდა გაარკვე უბრალოდ, ანუ ღვთის წინაშე შენ რასაც აკეთებ, თქვა, რამდენად არის მართალი. რატომ აკეთებ და რას გინდა რომ მიაღწიო, ხო? და რატომ აკეთებ რომ დააკვირდები თუ თქვა აკეთებ იმიტომ რომ დაუშვათ რომ ესე სული იცხონო მაშინ რას აკეთებ ამისთვის რომ სული იცხონო ხო და იქ გამოჩნდება რომ შენ თქვა რაღაც აქტიურობა რომელიც არის რაღაც თქვა იქით აქეთ მიმართული და ასე შემდეგ პოლიტიკური ან კიდე რაღაცა კულტურული ან რაღაც თქვა და სადაც უნდა რაღაც გარკვეული კომპრომისები შინაგანად სულიერი კომპრომისები კონდეს სინდისთან უფალთან ხო თუ შენ აი კომპრომისი რა მოხდა ახლა ერთჯერ თქვა რაღაცა აი თქვა კულტურულ ფენომენზე ვილაპარაკოთ აი უნდა დავხატო რაღაცა ხო ხო და რო უხატავ და რა მოხდა მე იქ პატარა ესე შიშიშვილებს მიუხატ რაღაცას ისეც გავაკეთებ ხო ნუ ეს ხო ხელოვნებაა და რა მოხდა მე ხელოვნებაში ეს რაღაც ესეთი ხო ანუ შენ თვითინაში მართალი ხარ ხო კი ამართლები მითი რომ მე თავისუფალი ადამიანი ვარ და რასაც მინდა იმას ვაკეთებ ეს ერთია მაგრამ თავისუფლება არ არის თქვა ცოდვის პროპაგანდაში არ არის თავისუფლება ცოდვის მონობაში თავისუფლება არის ღვთის ერთგულებაში და აქედან გამომდინარე შენი თქვა ხელოვნება თუ თქვა ხელოვანი ხარ ან უბრალოდ ზოგადად ადამიანი რომელსაც უყვარს ხელოვნება ხო თქვა როდესაც შენ იმ ხელოვნებაში თქვა სულიერ აი როგორ გითხრა სიმყარეს ღებულობ უფლის წინაშე რაღაცა ესე მყარად გახარ და არ გამხელ სინდისი ესე იგი სწორად მიდიხარ მაგრამ თუ შენ იქ რაღაცაზე მოდი ახლა ეს რა უშავს ახლა ესე უფრო გაიყიდება ესე უფრო დაინახავენ ესე უფრო თქვა პატარა სკანდალიც მორგებული რო გაქვს ანუ ვიღაცამ რო თქვა უფრო მეტად ანუ აქ უკვე არ არის ეს ღვთის წინაშე მოქმედება ეს არის გარკვეული ანგარებითი, ანუ დამოკიდებულება ანგარებით, როცა ანგარება შემოდის, ის ფული იქნება, თქვა პოლიტიკური პოზიცია, რაღაც გარკვეული, რაღაც შენი მისწრაფებები, თუნდაც წაში, თუნდაც ვიღაცისგან თქვა დაფასება, თუ ეს კომპრომისით მიიღწევა, ანუ ღვთის გარკვეული გვერდზე გაწევით და შენი ინტერესების როგორც ასეთი რაღაცა ამ პარტავნება რომ დაკმაყოფილდეს აი ესეთი მაშინ გამოდის რომ შენ ღვთისნებით არ მოქმედებ ხო და ესეა ყველა საკითხში თუ შენი პირადი რაღაცა ამბიცია გაწუხებს და იმის მიხედვით ვცდილობ რომ რაღაცა აწყო ესე იგი რაღაცა ვერ არის რა კარგად შენი მიმართულება და შენ რაღაცას და ცოტაზე რომ წაყვები აი პატარაზე გაჩერება არ იცის ხო მე შედიხარ და მე ეს გავაკეთე უკვე და აი ბარემამას მივაღწევ და აი აქ გავჩერდები უკვე დავამთავრებ იმიტომ რომ ამის მერე უკვე ხო და ახლა კარგად ვიცხოვრებ ხო ეგრე რთულია იქვე უნდა გააჩერო რომ დაინახე რომ არასწორად მიდიხარ ღვთის წინაშე მტყვანი ხარ გამხილა სინდისმა კი არ თქვა ხვალზე დავიწყებ ეხლა გავაჩერებ ამ ჩემს ამ მოქმედებას შეცდომა ვის არ მოსდის შეცდომა ყველას მოსდის და შეიძლება თავიც მოიწყო და სადღაც არასწორი აი იქვე გაუსვი ხაზი ამის მერე დავამთავრე და უკვე ესე იგი სწორი მიმართულებით წადი ღვთის წინაშე სინდისმა რომ არ გამხილოს კითხე უფალს რომ აი ამას როგორ მოიწონებ და თუნდაც სახარებაში როგორც იქცევა უფალი რასაც გასწავლის იმას ან შეადარა შენ იქცევა დაინახავ რომ რაღაცას არასწორს აკეთებ
დიახ, ძალიან დიდი მადლობა ლამაზი ახსნისათვის და მეუფე არიან ხოლმე ადამიანები, რომელსაც მართლა უნდა რომ რაღაცნაირად აი საშველი ქონდეს, ჯერ აი და არ ჯერა რომ სიტყვაზე მის საშველი დადგება, არა და ადამიანი რომ გაჩნდა თავიდანვე უკვე ღმერთმა რამხელა შანსი მისცა, საერთოდ არ არსებობდა და უცბად არსებობაში მოიყვანა და რაღაცად მის მეგობრად მიიჩნია და 64-ის კართან აყენებს ლამის თუ კარგად მოიქცა ადამიანი ცხონდება ხო თუ შეიძლება რატო არ უნდა ეგონოს ადამიანს რომ სიტყვაზე მას არ გაუმართლა ან მისი დრო არ არის არ რაღაცა რატო არის უბედური ადამიანი აი რატო უნდა ეგონოს აი იმიტომ რომ ამ საზუსტაკვეთამ წაიღო დღეს ჩვენთან ძალიან რთული ვითარება ამ შანსი კი არ მისცა უფალმა თქვა რომ მე თქვენთვის მაქვს სასუფეველი ანუ შანსი კი არაა პირდაპირ შენ გეკუთვნის სასუფეველი მოგაკუთვნა შენ სასუფეველში რომ მიხვიდე ამისთვის უნდა ღირსეულად მოიქცე ისე როგორც ის წინაშე სიმართლეა და აი ეს თავისუფლება ზუსტად შენი შინაგანი სამყაროს ჭეშმარიტებისკენ მიმართვით არის რა შეიცან ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს გეუბნება ასე პირდაპირ უფალი და შეიცან ჭეშმარიტება ეს უფლის შეცნობაც ამავე დროს რა ხო და ამიტომ შენ ახლა როდესაც რამე გინდა თქვა რომ მეახტიო რამეს ხო და შენ იცი რომ ღმერთი არსებობს და რომელიც შენ გიდგას ყველანაირად რა აი დამცავად დამცველად და შენი გზა ჭეშმარიტება და სიცოცხლე არის თვითონ უფალი. ანუ შენ რა გზაზეც უნდა გაიარო ქრისტეა, რაც უნდა აღიარო, ეს არის ჭეშმარიტება, რის გამოც ღებულობ სიცოცხლეს, ეს არის ისე უფალი. ანუ უფალია გზაც ჭეშმარიტებას და სიცოცხლეც. ამიტომ ამას თუ ვერ დაინახავ ადამიანი იქნები მუდამ შფოთში და მუდამ იქნები რაღაცა გინდა, რაღაცებზე ოცნებობ, რაღაცაზე რაღაც მიზანრეკილება რაღაცას იფიქრობ, ხო და გინდა რომ ეს გააკეთო აი შენი ძალებით და რაღაც აი ნუ შენი შესაძლებლობებით. ხო და ჯერ ერთი რამდენად საჭიროა ის რაც ფიქრობ რომ გააკეთო ღვთის წინაშე მართალია თუ არა ეგ საქმე და მეორე თუ ღვთის წინაშე მართალია შენ რამდენად ძალგიც ახლა ამის შესრულება შენი ძალებიც უნდა შეაფასო და მერე უფალს უნდა მიანდო ამის შესრულება თუ ეს არის ღვთისნებით ანუ ეგ როგორ არის იცი შენ რაღაც აიკეთო ახლა ეს მინდა გავაკეთო ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა აია სოფიის თავზე მინდა ავიდე და ჯვარი აღმართო ხო no ხო თითქოს როგორი კარგი აზრია მაგრამ აი ფაქტობრივად ხო ბოროტისგანაა ეს აზრი ხო ესეა ანუ უარესი მდგომარეობა დასახავს ხო ანუ ესა ხიბლი რომ რაღაც არასწორი აურა კარგს ხო ანუ ზედმეტი წარმოდგენა გაქვს შენ თავზე რომ შენ ამის გამკეთებელი ხარ შეიძლება რაღაცა მომენტში იყოს ისეთი ვითარება რომ ასეთი რამე აი აუცილებლობა დადგეს რომ ეს გააკეთო არა იმიტომ რომ შენ რაღაცა გინდა არამედ იმიტომ რომ არის ამის აუცილებლობა და რაღაც სიტუაციაში შეიძლება ის დრო მოვიდეს როდესაც ვინმე უნდა აღმართოს ჯვარი თქვათ აია სოფიაზე და ეს დრო მოვიდა უფალმა ეს დაუშვა დრო მოვიდა და ეს შეიძლება ამის გამკეთებელი თქვათ გმირიც იყოს და აი მნიშვნელოვანიც რომ ეს გააკეთოს მაგრამ ეხლა როდესაც დღეს ამაზე ლაპარაკობ ხო ეს არის გარკვეული ხიბლია რა შენი პირადი ის რა მოხდება ცხოვრებაში არავინ არის შეიძლება ჯვარი აღიოშე ვინ იფიქრებდა რა სოფიაში რომ წირვები ტარდებოდა ვიღაცა შემოვიდოდა და იქ მეჩეთს გააკეთებდა ვინ იფიქრებდა მაგრამ დადგა ის დრო და ასე მოხდა ანუ ეგეთი რაღაცაა და ჩვენ უნდა ჩვენი ძალები აი გავზომოთ უნდა რა ამდენი შეგვიძლია მეორე რამდენად რეალურია ეს ყველაფერი ისი გაკეთებაც გვინდა და უფლისაგან რამდენად არის ნაკურთხი ესენი გზა და არა პირადი ამბიცია რაღაც ამის შენ უფალს უნდა მიენდო თან იმ დროსაც რამეს აკეთებ არის საჭირო იცი რომ ეს მნიშვნელოვანია შენ რომ ეს არ გააკეთო ანუ ღალატია უკვე სხვა რამეა ესე კი უნდა გააკეთო შეიძლება წარმოუდგენელი რამეც უნდა გააკეთო მაგრამ ეს აუცილებელია რომ გააკეთო და ღვთისნებით ამას
მადლობა ღმერთს, რადგან მე ეს უნდა ვიტვირთო, ეს ტვირთი, ეს ჯვარი, მაშინ ვიტვირთო ეს ჯვარი და მერთი შემეწიოს და მიდიხარ ამ გზაზე, ხო, შეიძლება შეეწირო კიდევაც როგორც წმინდა გიორგი, მაგრამ ეს შენი გზა არის გასავლელი და ეს ფრის წინაშე დალოცვილი და კურთხეულია. ესე შენი ამბიციები, თქვა, ხიბლში შევარდე და რაღაცა მოინდომო რაღაც უაზრო რამის გაკეთება, თუნდაც ლამაზი შეფუთვით, რა ვიცი, მე შედეგი რა იქნება. და თუ შეიძლება მე უფრო რა მაინტერესებს, ეხლა წეგან თქვენ ახსენეთ, რომ ვინი ფიქრებდაო, რომ აია სოფიაში სიტყვაზე მუსლიმები ესე იბატონებდნენ რაღაცა და ეს საშინელება მოხდებოდა, რაც დღეს ხდება, ხო? აი ეს ყველაფერი უფალმა დაუშვა, ხო, არაფერი ისე არ ხდება, ხო? აი ჩვენ თავს, აი ესეთი რაღაცები რო ხდება ხომ, ახლა წეგან ხიბლი ახსენეთ და რაღაც, აი როგორ უნდა გამოვიყენოთ საჩვენე? თუნდაც აი სიტყვაზე ვიღაცა გაიზარდა მომავალი თაობა, რომელიც აი სიტყვაზე შენ რო გინდა ისეთი ვერ არის, ან ღმერთს რო უნდა. სიტყვაზე ვამბობ რა, შენს დიდიან, შენ თავს მოხდა ისეთი რომ სიტყვაზე იქ სამაჩაბლო დაიკარგა, იქის დაიკარგა, აი ამ ცოდვა, აი რას უნდა დავაბრალოთ ეს ყველაფერი მე უფე და რის გამოხდება და აი სად უნდა ვიფხიზლოთ და თუ არის ისეთი რაღაცები რომ მოგვდის ჩვენ ცხოვრებაში იმისათვის დაშვებული რომ ჩვენი სიამაყე ცოტა რაღაცნაირად მოვთოგოთ ჩვენ თვითონ და ამან აი რა აზროვნებამდე უნდა მიგვიყვანოს. საქმე რაშია სიბეჭავეც არ ვარკა. დიახ. აი ხო აი ზღვარი სად გავალოთ მაშინ დიახ ის ამასაც უბრალოდ. ისეთი რამე რომ შეიძლება რომ შენ თქვათ, ნუ როგორ იცი აი ღვთისნებას გაყვე და შეგო იმას რაც ხდება არა იმიტომ რომ ეს თქვათ კარგია როგორც ასეთი შენი ქვეყნისთვის და ეს ხო გარეგნული რაღაცეებია არამედ იმიტომ შეგო რომ სულიერად უფალი წრთნის და რაღაცა მოთმინებასაც გასწავლის რომ ამ დაკარგვით შენ რაღაც გარკვეული სიმძიმეც აქვს მაგრამ ამავე დროს გამოცდილებაც გაქვს და პასუხისგებლობაც რომ აი შენ თუ გინდა ამას მიაღწევ შენი შეცდომები უნდა გაითვალისწინო და მე ღვთისნებით ისევ გზაზე დადგე უფლის გზაზე და მიაღწევ იმას რაც სანუკვარი ოცნება გქონდა მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისე რომ შენ როგორ იცი აი იმის ბრალია ამის ბრალი რაც მოგივიდა ყველაფერი შენი ბრალია ხო იმის ბრალიც არის თავის წილ მაგრამ შენ იმას რო დააბრალებ ამით შენ რას მოიგებ ანუ შენ ვერ გაიზარდ ანუ ეს იმიტომ მოგდის რომ გაიზარდო მე უკვე ხო შენ ნუ შეცდომები რომ მოგდის იქ მერე უფალი სხვა ვითარებას გახვედრებს რომელიც ამ შეცდომის ფასია ანუ შენ რაღაცა გააკეთე არასწორად და იმის ფასია ეს რომ შენ ან რადგან შენ ასე მოიქეცი მაშინ აქედან ესეა გამოსავალ სხვანაირად ვერ ანუ სინანულით და გარკვეული ტკივილით გარკვეული თუ გამოსწორდეს სწორი გზა აირჩიე მე ეს უფრო მეტი აი ტკივილი მოგიწევს იმ შენი ცოდვის გამო და ეს სინანულის კანონი უფლისგან მოცემული არის ყველა ტკივილისგან განკურნების საშუალება სინანულის კანონი შენ ჯერ უნდა მოინანიო და შენ გულწრფელად უნდა აღიარო შენი უძლურება შენი არასწორი ქმედება უძლურება შეიძლება იყოს შენი ცოდვის გამო არა მეტი ძალა არა მაგდა რა ვქნა მაგრამ როცა მე ჩემ მდგომარეობას თქვა აი ასეთ კალაპოტში ვაყენებ ანუ ჩემი ცოდვის გამო რაღაცა ისე ხდება რომ მე არ ვსიამოვნებს კეთილინებე ადამიანო შენი ცოდვა დაინახე აღიარე და სწორი ნაბიჯებით გააგრძელე გზა თუ ძიმეა აბა ის რატო გააკეთე ის რაღაცეები ხო ეს სიმძიმე უნდა იტვირთო და გამოიყვანო შენი თავი ესეა და უფალი გეხმარება ამაში და ეს არ არის ახლა ისე რომ ავიღოთ რაღაც ისეთი რომ ექსპერიმენტი ტარდება ხო ყოველ დღე გვაქვს ჩვენ ასეთი განსაცდელები როცა არასწორად მოვიქცევით მე გვიჭირს ხოლმე აი თუნდაც ისე შინაგანად აღიარება სიხის და არასწორად მოვიქეცით და ნუ რაღაცა აი რო აღიარო გაურბი ხარ ხვედია ზოგჯერ ესა რაღაცა აი თავმოყარეობა არ გიშვებს და რაღაცა მაგრამ სინანული არის განკურნების გზა ამის გარეშე შეუძლება და ეს დიდი საკითხებით ასე წდება რომ შენ სინანულით უნდა მიიღო შენი მხარე რაში შენ არ ახარ მართალი იმ მიმართულებით უნდა შენ ნახო შენ თავში ძალა
რომ სინანულით ადამიანებთანაც ღვთის წინაშეც რომ შენ რაც დააშავე იმაზე ბოდიში მოიხადო და სინანული გქონდეს და მე ნელ-ნელა გადადგავ ნაბიჯებს რომელსაც უფალი აკურთხებს და თუ შენ ამ პარტავნებით რაღაცა ეხლა ეს აქეთ მოიქნიე ეს იქით მოიქნიე ყველაფერი შენ თვითონ შეგიძლია გადაწყვიტო არაფერი პრობლემა არ აქვს და აი სადღაც რქებით ეტაკები კედელს რომელი კედელიც მოგამტრევს მარტო რქებს კი არა თავსაც გაგიხედავს იმიტომ რომ კედელი კი არ გიმტრევს რქებს არა და თავს არამედ შენ თვითონ ეჯახები იმ კედელს და ეს იმისი არ იყოს ეხლა რომ დაეტაკებია და იმას პოლიციელებს ხო თავ ეხლა იმას რომ ესვრი და იმას რომ 1000 რაღაცას იმაშვები ხო მე იმან რომ გაგცა პასუხი მე რატო წმუწუნებ რა იმიტომ რომ ესე იგი შენი თავი შენ თვითონ ანუ დააჯახე ამ კედელს ხო და რატო ეტაკები ამ კედელს რა როცა შეიძლება რომ ნორმალურად ვთქვათ რაღაცა არ მოგწონს დისკუსიაში შეხვიდე რა ხო შეიძლება არა ისე დისკუსიაში რომ აი ვთქვათ ეს რა დისკუსია არა რუსულ კანონს და ვთქვათ რომ გეუბნება რუსული რა არის და არა რუსულ კანონს რა იმიტომ და ასე ანუ თუ შენ მართლა გინდა რამის გაკეთება რეალურად რომ ქვეყნისთვის ასიკეთო იყოს რატო არ გინდა რომ შინაარსობრივად განიხილოს საკითხები რომელიც შენი ქვეყნისთვის საჭიროა და ხვალინდელი დღის გამსაზღვრელია და მე ეს არ მესმის რა აუცილებელია რომ გინდა თუ ეს ხისტად დაეტაკო კედელს როცა შეიძლება რომ თქვა კარებში შეხვიდე და ნორმალურად რა ვიცი შენი სიტყვა თქვა შენი პოზიციაც გამოხატო არ მოგწონს იქ რაღაცები არის რომ შენ აკვიატებული ხარ ზოგჯერ არის ხომ პირიქით სხვა არის აკვიატებული აზრით ანუ დისკუსია ზოგადად ისეთი რამე კამათში იბადება ჭეშმარიტება სოკრატე ხო კამათში როგორ კამათში არგუმენტირებულ კამათში ანუ ის კი არა რომ მე და შენ ახლა ვიჩხუბოთ და მე ეს კამათად მოვნათლო ამაში ჭეშმარიტება არ დაიბადება მე მაგალითად როცა შენ დამიმტკიცებ რომ მე ჩემი აზრი რაც იყო არასწორია ეს ჩემი აზრი და აი ასეა სწორი ორივე გავიმარჯვებთ მე მიხარია იმის გამო რომ მე არ ვიცოდი რაღაცა მეშლებოდა და შენ დამისაბუთე რომ ეს არ არის სწორი და მე რატო წავაგე შენთან მე სიხარულით მივიღებ იმას აი ესე იბადება ჭეშმარიტება ან შენ არა ხარ მართალი და მე შენ გეუბნები არგუმენტირებულად გისაბუთებ და შენ მომყვები მსჯელობაში და მეც მოვყვები მსჯელობაში და ვკამათობ და ეხლა მე ეს არ ვერ გავიგე და შენ ამას რო ამბობ მე ასე რომ შევხედო ამას რატო არ შეიძლება და მე გეუბნები კი ბატონო შეხედებ ასე მოდი მაშინ ასე ვიფიქროთ ხო და იქნებ მე შევცდი იქნებ შენ და ბოლოს გამოდის რომ თუ არგუმენტების ასე თქვა გაცვლა ხდება და გონივრული მიდგომ ანუ ორივე მხარეს გონივრულად საუბრობენ და აქ არის კიდე ის რაღაც გარკვეული ცოდნის დონე, ანუ რაღაცები უნდა იცოდეს ერთმანს და მეორემაც, რომ თანასწორი კამათი გამოვიდა, ერთხელ შეიძლება ვინმე გეკამათებოდეს, თქვა, ესე იგი, შენ ხარ, თქვა, ვინც ახარ და ვიღაცა ძალიან ესეთიძლიერად გათვითცნობიერებული ადამიანი, ბევრი რამე იცის და რაღაცა. ხო, ეხლა მე მაშინ მირჩევნია კი არ ვეკამათო, კითხვები დაუხსვა, რომ მე თქვა ეს ასე ვფიქრობ, აი სწორი როგორ არის და ის რომ მეტყვის. ხო, და პირიქით ვიყვებო გამოიყენო რომ გაიზარდო. ხო, მე რატო უნდა ვეჩხუბო? ხო, მე უნდა ხო, თუ იმან მეტი იცის მადლობა ღმერთს, მაშინ მოусმენ. ხო, თუ მე რაღაცაში ვამბობ რომ მე თქვათ, აი ამაში ვერ გეთახმები და დამისაბუთე, აი ვერ მოგყვები, ესეც ხო შეიძლება მე არ ვიცი შენდენი რა რაც იცი იმდენი არ ვიცი და მე შენ თქვათ, რაღაცაში ვერ გეთახმები იმ შენ გამოთქმულს არსში, იმიტომ რომ მე ჩემი აი თქვათ აი ამ საკითხში ვერ გავიაზრე, ამ კიდე რაღაცა ჩემი აზრი მაქვს. ხო, დამისაბუთებ თუ ახლა ვრჩები ჩვენ აზრზე,
და ვერ მოხდა ამ ჩვენ ურთიერთობის დროს არაფერი მაშინ შენი აზრი გაქვს მე ჩემი აზრი კი არ დავგლიჯავთ ერთმანეთს უბრალოდ ჩვენ აზრზე დავრჩებით და დავამთავრეთ ხო ამითი რა პრობლემაა თქვა არ არის ეს საბაბი ჩხუბისთვის რომ ჩვენ ერთმანეთს ხო და ახლა სიზღი ხალიბდება ხო აი რა რით ვერ მოხერხდა მე უკვე ეხა უნდა კითხოთ აუცილებლად აი ამდენი ქართული ამდენი თბილიერი ამდენი მაგარი წინაპარი მართლა და ამხელა მაგალითი ჯერ მარტო პატრიარქი ეყოფა იმას რომ სიბოროტე არ იყო საქართველოში აი მარტო პატრიარქის მაგალითი რო აიღო ყველაფერს ეყოფა აბსოლუტურად აი დანარჩენ სასულიერო პირებს რო თავი დაგანებოთ აი მარტო პატრიარქის აი ამ ხალხმა ვერ ისწავს საერთო ენას ვერ ძებნიან ერთმანეთში აი რა სიამაყე დგას და რა დგას ჩვენ აი იმ ადამიანების უკან რომ აი ერთმანეთთან ვერ მოილაპარაკს იმიტომ აი ამ ხელა სიძულვილი და ის ხო საქართველოს ანგრევს პირველ რიგში ხო დიახ როგორ გითხრათ ჯორჯ ორველს რო ხსენებდა ხშირად ჯორჯ ორველს აქვს ესეთი ადგილები კიდეს რომელსაც დღეს არ მაინც არ ეხებიან ეს არის თქვა სიძულვილის ორწუთიანი ასე იგი სპეციალურად ვიყავდათ ხალხი რომ ასე ერთად დაეგმოთ და სიძულვილი გამოეხატათ რა მის მიმართ ან ვინმეს მიმართ და ეს იყო როგორ აი ყველა ხმამაღლა გმობდა ნუ ვიღაცას რა ხო და აი რო დააკვირდეთ ბულინგის კამპანიები ერთად გმობენ ვიღაცას ანუ სიძულვილის კამპანია ეს არის ის კი არა რომ ადამიანს კაი თქვა ისე არ ჯერა როგორ შენ გჯერა ხო რა მოხდა მე არა ესე შენ ჭკუაზე თუ არ არის ესე სიძულვილი მას ხო და ხა არგუმენტაცია შევხედოთ რა არგუმენტაცია აქვს რის გამო ხო აი სიძულვილი არის როგორც ფარი ანუ ადამიანთან არ შედიხარ ურთიერთობაში და კედელს აყედებს სიძულვილისას კაცო მე ვსავკითხვას რა მოხდა ახლა რასთან დაკავშირებით ვკამათობ დღეს საქართველოში ხო ვიღაცა ამბობს მიდიხარ რუსეთში ვიღაცა ამბობს მიდიხარ ევროპაში ხო ანუ ჩვენ ესა გვაქვს სადაო ეს არის ფსევდო ანუ გვერდიდან მუდმივი დავის საბაბი წყალებში მიზეზი სულ რომ ხო სულ უნდა იჩხუბო ხო და რა იქ არც ევროპა არის ის ფასეულობა რომელიც საბოლოო ჯამში შენი სულიერი ფასეულობა უნდა იყოს და არც რუსეთი არ არის და რატო აკლავს ეს ხალხი ერთმანეთს თავს ანუ სიძულვილის ორწუთიანები ჩაუტარეს და ყოველ დღე ეს სიძულვილის ხო და მიდის ამის გარშემო ფსევდო პრობლემის გარშემო მიდის ბრძოლა არა რუსეთს არა ევროპას ესე იგი და ასე შემდეგ და თვითონ ვისაც ეს თქვა უნდა ეს დაპირისპირება რო იყოს ხო აი თქვა თუ შენ კითხავს სვავ რომ ევროპასთან ურთიერთობაში როგორ უნდა ვიყოთ უკვე რუსი ხარ ანუ უყურე როგორ რაღაც მე კიდევ ამბობ კაცო მესამე თითქოს არ არსებობს არა თავარი რა არის იცი აი ევროპაში ხო თქვა წავიდეთ ევროპაში ვინ არის წინააღმდეგი აუცილებელია ხო დაუშვათ შევთანხმდით რომ მივიდეთ ევროპაში რის ფასად ანუ ევროპა ის ფასეულობაა რომ ყველაფერზე შეგიძლია ხაზი გადაუსვა ოჯახზე ქვეყანაზე ტრადიციებზე ხო ყველაფერზე და ასე იგი ნუ მე მიყვირს რა აუცილებელია რომ გინდა თუ არა ვიღაცის დაქვემდებარებაში იყო რუსეთში არ გვინდა და იქ ევროპაში რა გვინდა ანუ თუ ჩვენ ევროპაში შევდივართ ისე რომ ყველა ბრძანებას ვასრულებთ მაშინ რატო წავედით საბჭოთა კავშირიდან რა მნიშვნელობა რუსეთს ემორჩილებით თუ იმას ჩვენ ვამბობთ რას ხო აი რო ავიღოთ ქრისტიანები რას ვამბობთ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ხო რომელ ქვეყანასთან ვიმეგობრებ რომელთან არა იმის მიხედვით რომ ის თქვა ჩრდილოეთითაა თუ აღმოსავლეთით თუ სამხრეთით თუ დასავლეთით რა მნიშვნელობა რომელ მხარეს მდებარეობს ქვეყანა და ხო ანუ რა ღირებულებებს ვატარებ მე და რისთვის მჭირდება თქვა იმათთან ურთიერთობა ან ერთთან არ მეოთხარ და მისთვის ამდენად ფასეულია ჩემი პირადი ღირებულება მე როგორ მღებულობს მე მაღიარებს რომ მე ვარ
თქვა საქართველო თუ ამბობს რომ შენ აქ უნდა იყო და ყველაფრის ფასად და შენ კიდე ესე იგი მას უსმენ და კარგი რასაც მეტყვი ფადიშახ რაღაც ხო ვიცი ჩენეგა ფადიშახები იმიტომ რომ მასე იყო ხო კინოებშიც ვიცი და მე რუსები იყო მე ახლა ესენი არის ხო რასაც მიბრძანებ ბატონო და რატო რასაც მიბრძანებ ანუ მე ახლა რას ვიტყვი აი ავიღოთ გვიყენებენ წინაპირობად რას გვიყენებენ ორ რამეს ესე იგი ოჯახის დაცვის კანონი ბავშვების დაცვის კანონი ეს LGBT პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონი გააუქმეთო და გამჭვირვალობის კანონი გააუქმეთო ანუ რა არის ერთი და მეორე ოჯახი თუ არ იყო ჯანსაღი და მე თუ ის ბავშვი სოდომური ცოდვით ესე ვთქვათ აღზარდე მე ის ბავშვი ხო მე გავწირე საშინელებისთვის რომ ჯოჯოხეთისთვის ხო ანუ მე ქრისტიანი რო არ მე ამას ვერ დავუშვებ ხო აქედან გამომდინარე იმას რომ მეუბნება ვინმე ეს გააუქმე ანუ მე ბავშვი ვერ დავიცვა სოდომური ცოდვისგან ამას მეუბნები და შენ ჩემი მეგობარი ხარ სასწაული რანაირად ხარ ჩემი მეგობარი როცა შენ ამას პირობად მიყენებ რომ ჩემთან თუ გინდა ეს ასე გაატარე მეორე გამჭვირვალ ანუ მე რასაც გავაკეთებ შენი საქმე არაა და შენ ნუ დამწები ხო მე ვის რა ფულს მივცემ შენ ქვეყანაში და ის რას გააკეთებ შენი ქვეყნის მოქალაქეს ხო შენი საქმეა გინდა სხვა ქვეყნის და იმარო ფული ჩადო ამაში და მეუბნება რომ შენ არ უნდა ეს კანონი გააუქმე იმიტომ რომ მე რა ფულს რისთვის გამოვიყენებ შენ ვინახარ რომ ამაზე ილაპარაკოს ანუ ფაქტიურად შენ არაფრად არ გაგდებს როგორც ქვეყანას როგორც და გეუბნება რომ ესენი გააუქმე მე მიგიღებ ამაში მე რა მინდა შენთან ესენი თუ გავაუქმე გამოდის რომ შენ ფაქტიურად მე არ მაძლევ გაქანება საერთოდ ანუ იმისა ობობასავი ჩემ აი ექსელებში გამხვიე ხო და შეჭმას მიგვი და ხო და ესე იგი თან მეუბნები რომ ამას სიკეთეს გიკეთებ რა და ამ დროს აი ამ ობობის ქსელში მამყოფებ და ესე და ეს ობობის ქსელი ჩემი დაქირავებული ხალხი ანუ იმის პოზიცია ანუ დაიქირავა ხალხი რომ ეს ქსელი შენ რო ჩაგჭედოს ამ ქსელში და შენ რო ვერ გაანძრე ვერ ცხელი ვერ ფეხი აი კანონებით რომელი კანონებით ფაქტიურად შენ ბოლოს მოგიღებს შენ წინააღმდეგ მოქმედებს და ღმერთს დაგაშორებს ყველაზე მთავარი ეგ და მაგას გეუბნები ესე გაიჭედები ნებისმიერ სიტუაციაში და მე ეხლა როდესაც ვამბობ რომ მე ამაზე არა ვარ თანახმა მე ჩემი ოჯახი მყავს ოჯახი საქართველოა ჩვენი და ჩვენი ბავშვები ჩვენები არიან ყველა და მათზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია იმ ბავშვს რომ არ ესმის თქვა სწავლა ძალიან ბევრ ბავშვს არ უნდა მაგრამ სწავლობს ხო იმიტომ რომ აუცილებელია რომ მშობელი ამაში კი არ ეუბნება რაც გინდა ისქენი არამედ ეუბნება რომ მედი დაჯექი და ისწავლე მე არ გექნება უცნება რა თქმა არა მე ვლაპარაკობ სხვა რამეს მე ვამბობ რომ შენ რო არ გინდა რამე ეს არ ნიშნავს რომ ის არ არის საჭირო გესმის და რომ თქვა აუცილებელია რომ ისწავლო ესე იგი უნდა ისწავლო ხო ესეთი ვარი ახლა როდესაც შენ თქვა ქვეყანა გინდა რომ ყავდეს შენი ქვეყანა იყოს ძლიერი განათლებით გაძლიერებული და აყვავებული რანაირად უნდა მიაღწიო ობობის ქსელში შემული და აბსოლუტურად იმაში 3 მილიონი კაცი თუ არა ზეციური სასწავლო არა 3 მილიონის რო არისო რა 40 მილიონი არ არის მაგაში გახვეული 40 მილიონი კიდე დაიტევს რაღაცნაირად ძალიან საშინელებაა რას დაიტევს ხო მაგრამ რამდენი 3 მილიონი განადგურებული რამდენი ადამიანი დაიხოცა ხო იმას გამოფიტავს ცოტა გვიან ვიდრე ჩვენ ხო ეგ მომენტი ჩვენ გავკრებით მაგრამ ეხლა რა არის აი ხო ლაპარაკობ ჩვენ რა არის ეხლა ეს დასავლეთი და ეს რუსეთის ამბავია თუ ჩვენ თვითყოფადობა შევინარჩუნოთ ჩვენი ქრისტიანობა შევინარჩუნოთ უფლის წინაშე რომ ჩვენი არსებობა გამართლებული იყოს რომ ჩვენ მართლა აყვავებული ქვეყანა შევქმნათ ხო რანაირად ხო თუ ჩვენ ამ ობობის ქსელში ვიქნებით გახვეული რანაირად უნდა შევქმნათ ჩვენი ქვეყანა ხო ანუ ეს რაღაც ამასაც დავანგრევთ ხო და ახლა ის ბავშვები რო დარბიან იქ და ამ ფსევდო პრობლემა რო დაუყენეს აი რუსეთში მივდივარ და უშველოდ თავს ამ დროს კრავენ ხელს და
რომ თქვა აი მოვიდეს ის ძალა ხელისუფლებაში რომელსაც ეხლა თქვა აი ამ მოსვლა უნდა ხო რას გააკეთე რასლა არ იყვნენ არა სხვა რამეს ვამბობ ის რაც იყვნენ ის სხვა მე ამაზე არ ვლაპარაკობ მე ვამბობ იმას აი ახლა რომ მოვიდეს ხო თქვა იმან რომ მოიყვანა აი თქვა ვისაც მოყავს ხო მთელი ქვეყნები და ისინი ყვირიან და რაღაცა რომ ამათ მიეცით გზა და ესენი არიან საქართველოს და ეს არის ხალხი ნამდვილი და ის ხალხი ყველა გიჟები ვართ ვინც მაგათ არ ვეთანხმები ანუ რაღაც ერთი ხალხი ხო და წარმოიდგინე ახლა რა ხდება რომ ახლა ეს ხალხი რომ მოვა რა უნდა გააკეთონ ამათ უნდა გააკეთონ რა პირველი რასაც ისინი ამათ ეტყვიან აბა ახლა შეგამოწმებ რამდენად ხარ ჩემი მორჩილი რამდენად ასრულებ იმას რისთვისაც მოგიყვანე ეტყვიან გაატარებ გეი პარადი ხო გაატარებს გეი პარადს და სოდომური ცოდვა აგერ პირდაპირ დაგვაჯდება თავზე აქ ხალხი ვერ მოითმენს ამას წავა ამბავი და რა ჩვენი აყვავებული ქვეყანა რად გადაიქცევა ხო მე ეს ხო ისე პოლიტიკურადაც რო თქვა მე არც რუსეთი დაგინდობს არც თურქეთი ანუ ღმერთს რო დატოვებ შენი ძალა ღვთისა რომელიც შენ დღეს გამოძრავებს გაძლიერებს და მიყავხარ ეს ყველაფერი ჩამოგეშლება და აღმოჩნდები ვიღაცეების ეშმაკის წინაშე ხო ანუ შენ იმას უნდა დაემორჩილო ყველაფერში ის ისეთ რამეს გეუბნება რომ ხან იმას ეომე ხან ეს გააკეთე ხან ის გააკეთე ეტყვი რომ არა შენ ესე გადაგატრიალებს და მეორე შენაერს მოიყვანს უბრალოდ შენ მოწინააღმდეგეს და აი ასე უაზრო წრით უნდა იაროს საქართველოს და ხო აი კავკასიური ცარცისრე სიურრეალისტური ესე იგი ცხოვრება ესეა ხო სადღაცა დახატულია რაღაც ისინი აი აქ ნათელი მომავალი გელი შენი კრო შეხვა და ამ დროს ეს ნათელი მომავალი არის ძალიან დიდი სატყუ არა ხო და აი იმიტომ შენ ქრისტიანი თუ ხარ უბრალოდ გაიაზრებ რა შენ ეხლა მე რის ფასად უნდა შევიდე თქვა თუ მე ამის გარეშე არ მღებულობენ თქვა ესე იგი თუ მე ქვეყანა დავთმე და მხოლოდ ქვეყანა კი არ ჩემ მეობა დავთმე და მაშინ მიმიღებენ მაშინ მე რა მინდა იქ სადაც ჩემ მეობას კარგავ ხო და თუ ჩვენ ქართველები ვართ ქრისტიანები ვართ ჩვენი ცხოვრება გვაქვს 3000 წელია ქვეყანა გვიტვირთვია და ცოტანი ვართ მაგრამ ზიდავთ ამ უღელს ხო ეხლა სად დავანგრიოთ სად ვის მივცეთ ხელში და ამას ვეუბნები იმ ახალგაზრდებსაც და ძველგაზრდებსაც იქ რომ მიხვალ ძმაო იმ მოედანზე ხო შენ იქ აი ამ პრინციპებზე გაყენები და შენ ხარ საზარბაზნე ხორცი რომელსაც მოყავს აი ეს ყურმოჭრილი მონები ხელისუფლებაში და რომლებიც გაატარებენ ისეთ ცხოვრებას იმ ინტერესებს რაც უნდა ხო და ეს საქართველოს კი აღარ იქნება არამედ იქნება ესე იგი დაშლის პირას დგომი რაღაცა კონგლომერატი რომელშიც იქნება მუდმივი შფოთი და არეულობა და რომელიც პრაქტიკულად იქნება გამოყენებული ყველას მიერ ვინც ოდნავ თვითონ ძლიერად დგას ყველა მხრიდან ხო და რატო გინდათ ასეთი ცხოვრება რა აი რაში გჭირდება ან ახალი არჩევნებიო ხო რა არჩევნები გინდა კაცო ხო იყო არჩევნები დიახ თუ შეიძლება მე უფე აი რაღაცა კითხვა მინდა კიდე დაგისვათ რომ ეს ადამიანების სიტყვაზე აი აქ ეკლესიის როლი როგორი იქნება და როგორი უნდა იყოს იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ხო ვისაც საერთოდ შეხება არ აქვს ეკლესიასთან კი არა მტრობს ეკლესიას რა ეგეთი არაფერი არ მინახია ხა მე თქვენი მტერი ვიყო მე უფე და რაღაცა რომ ჭირდება და სად არის მე უფე თქო რო გიკითხვა ანუ ეგეთი მსგავსი არ მინახია მაგრამ სიტყვაზე მე აი ეხა თხოვლობენ ზოგი იძახის რომ რაღაც აი ეკლესიის გალანძღვა უნდა და აი ეკლესია საერთოდ ამ შემთხვევაში რა შუაშია მაგრამ ის სიტყვაზე ვამბობ თუ რაღაცა ითხოვენ აი ამ შემთხვევაში ზოგიერთი სასულიერო პირიც გამოვიდა ისე რომ თითქოს აი რაღაცნაირად თავისი აზრი დააფიქსირა რომ აი ეს ყველაფერი არის რაღაცა სიტყვაზე სიბოროტე ის არის გასაგები ეს პირადი შენი გზნობები და რაღაცა როგორც ამ ბავშვების გზნობებს იყენებენ პირადად პატრიოტიზმს და იმას ვინც მართლა უსუსური ზოგიერთი ბავშვი გადის იმ ალალად დროში და რაღაცით იმიტომ რომ მათზე რაღაცნაირად იყენებენ ეს ბოროტი ძალა დგას ამის უკან ხო ვიღაც სასულიერო პირების კიდე თავისას აფიქსირებენ ბევრი რა ამ შემთხვევაში არა
ბევრი არაფიქსირებს. ანუ მე გეუბნებით ყველა ის საერთოდ ყველა ბევრი ბევრს რო ვამბობთ ეს უნდა რაღაცა ესენი არის 0.01%. ხო, აი იყოს 1%, ერთი კაცი იყოს სიტყვაზე. ხო, აი ამ შემთხვევაში ბევრი არ არის. დიახ, ხო, ბევრს ისე იმათ ვამბობ, მაგრამ ანუ თუ ხო, ანუ ვიღაცა შეიძლება ეგონოს რომ მართლა ბევრია, მაგრამ არა, ანუ ბევრი ადამიანი აფიქსირებს რას, ხო, მე გეტყვით რას, რომ ზოგი აქეთ ამხარეს არის, ზოგი იქით ამხარეს, მაგრამ ყველა აფიქსირებს ამბიონი და თქვენ გინახავთ ალბათ ბევრი ქადაგებები არის რა, ანუ ბევრი აფიქსირებს. განა იმათ ხარეს ჩვენ აქეთ ამხარესაც ბევრი აფიქსირებს. ჩვენიც არ არის ეს არა. დიახ, ხო, აი აქ ამ შემთხვევაში კარგით, მაშინ მე შეიძლება ვერ გეუბნებით როგორ უნდა გადმოგცეთ, მაგრამ არა უშავს. აი მე გეტყვით ერთ რაღაცას, რომ როგორ შეიძლება რომ აი ეს აქ რა როლი უნდა ვითამაშოთ, იმიტომ რომ ბევრი ამ აი ხა თქვენ როგორ დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ხო ხდებით მე უკვე. აი მაგ დაფიქსირებასაც მე არ ვაპირებ აქ პოლიტიკურ თემებს. არა, პოლიტიკურს არ. დიახ, არა, მე ხო არ გედავებით მაგაზე. არა, მე გეუბნებით უბრალოდ რომ როგორ უნდა რა როლი ექნება ეკლესიას, ხო ხდებით? აი ერთს ვიტყვი რა, ჯერეთი სად არის ეკლესია ეს სიტყვა როცა არის ეს მომისმინეთ ქვეცნობიერად ხედავენ რომ ეკლესიას ძალუც ისეთი პოზიციის დაფიქსირება რომელიც იქნება მყარი და ძლიერი და ამიტომ უნდა თავის მხარეზე პოლიტიკურად ცდილობენ რომ ეკლესია გადაიყვანონ თავის მხარეზე რომ გააძლიერონ თავისი თქვათ ეს ძალა ნუ რა ხო ახლა რა არის ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაცია არა და აქედან გამომდინარე თქვათ ესე იგი აი ესე გადაიბირო შენ მხარეზე ეკლესია არის სრული სისულელე არა რას ნიშნავს გადაბირება ანუ ხო ნუ ეს არ არის ეკლესია მათ უნდათ რომ ესე იგი ეკლესია იყოს თქვათ როგორც ერთ-ერთი ძლიერი პარტია რომელსაც შეუძლია რომ ძალა მისცეს ვერას ვერ იქნება ეს არის მით მე არა საქმე რა შეუყურე ესე იგი ძალას ღმერთი აძლევს დიახ და ღმერთი აძლევს სიმართლეში ძალას და ეკლესიას არა აქვს უფლება რომ დამანგრეველ პროცესებში შევიდეს როგორც ხარდამჭერი ძალა იმიტომ რომ ეკლესია უკვე თავის ეკლესიობას დაკარგავს, როდესაც არ იქნება იმ პოზიციაზე, რომელიც არის ღვთის წინაშე მართალი. და ღვთის წინაშე მართალი მე გითხარი, რა გვაქვს პრობლემა დღეს? რა გვაქვს პრობლემა? ჩვენ არასწორად ვაყენებთ საკითხს რუსეთი ან ევროპა, ევროპა ან რუსეთი. არასწორია. ქრისტე ან ანტიქრისტე ან ბოროტი. ხო, ესეა რა. ანუ ამ სიტუაციაში რა საით მიბიძგებენ მე? აი თქვა გავიდე იმ თქვა დავდგე იმ მოედანზე, ხო? მე რა ვის ვუჭერ მხარს. ანუ ეს სოდომის ცოდვის დამკანონებლებს და ვინც იმათ ინტერესებს ატარებს ყოველ შემთხვევაში და ხელით მოაწერეს ხო ასე არ არის ხელი მოაწერეს რომ ამ სოდომური ცოდვის გამტარებლები იქნებიან საქართველოში ეს ხალხი რომელიც მაგის მოთავეები არის ანუ გამოდის რომ მე უნდა აღტკინებული იმით რა ну ამბობენ სასარგებლო იდიოტებს რა ეხლა სასარგებლო იდიოტად ვერ გამოიყენებ ეკლესიას მაგრამ ვიღაც სასულიერო პირები არიან სასარგებლო იდიოტები რომლებიც ამ პროცესში ჩაერთვენ და ამბობენ რომ მაგალითად ეხლა ჩვენ ამ ესენი ხო ჩვენი ხალხია და ჩვენ ამათთან ერთად უნდა დავდგეთ ესენი რომ ჩვენი ხალხია და იღუპებიან თქვათ აი ამ პოზიციის გამო ჩვენი კი არ უნდა დავდგეთ მათ გვერდით და კი არ უნდა ვაკეთოთ განცხადებები რომ თქვენ მაგრები ხართ და კარგს აკეთებთ არამედ ჩვენ მათ გვერდით იმით უნდა დავდგეთ რომ აუხილოთ თვალები ქრისტეს რო არ ელაპარაკა იმაზე რა ვნებს ადამიანებს და რო არ ესაუბრა ჩვენს ცოდვებზე ხო მაშინ ქრისტიანებად ვინ იქცევ არავინ ხო ანუ ქრისტე შენ ჭკუაზე რო დამდგარიყო და იქ რასაც შენ ამბობ შენს გვერდით იყოს და ანუ იმაში დაგიჭიროს ხარი რაც შენ ან მოციქულმა იმაში რასაც შენ იქ არასწორს ამბობ ხო შეუძლებელია შეიძლება ის შენს გვერდით დადგეს და გაითვალისწინოს შენი პრობლემა და თვალები აგიხილოს შეიძლება თქვა იქ როდესაც გადამეტებული ძალაა გამოყენებული და ეს ადამიანები ვთქვათ რომლებიც
კედელს თავით ეჯახებია ჯერ შენ უნდა გითხრა თავით ნუ დაეჯახები კედელს და იმათაც უნდა უთხრა ჩვენი შვილები არიან და იმდენად მძიმედ ნუ მოექცევით მიუხედავად იმისა რომ ისინი არასწორად იქცევიან რაღაცა შენდობა გქონდეს და რაღაცა ან დავინდოთ ეს ნორმალურია ეკლესიისგან რომ ჩვენ ისინი არ გძულს არავინ ვინც ვერ გებულობს რომ ვთქვათ ღვთის წინაშე სიმართლე რას ნიშნავს არ გძულს უბრალოდ გვებრალება რომ აი ასეთ ვითარებაში არიან ჩვენი მოვალეობა ის კი არ არის მათ გვერდზე დავდგეთ და მათთან ერთად რაღაცა ვიყვიროთ ლოზუნგები ან კიდე ვუთხრათ იქ რომ აბა ეხლა ეს ხალხი მართალია და კარგია და ამათ წინააღმდეგ ნუ მოქმედებს ხო ვინ მოქმედებს მათ წინააღმდეგ თუ თვითონ არ ეჯახებიან კედელს თავი ისე არ გაუტყდებათ და არ დაეჯახო კედელს რა გაჩერდი აქ და მე ცოტა გაიაზრე რისთვის დადიხარ იქ რას აკეთებ რა მნიშვნელობა აქვს და მე გასაგებია ეხლა როცა რომელიღაცა ეპისკოპოსი იტყვის რომ ესა რუსული ქცევაა და ანუ ის რაც თქვათ პოლიტიკურად მიღებულია ვიღაცეებისგან და გამოყენებულია ამ როგორი დაზომბირების მიმართულებით. ანუ სიმართლეს კი არა. ხო და აი მაგას ვკითხულობ. ხო და ამას რო ამბობ, შენ ფაქტიურად, ხო? ესე იგი, იაფასიან პოპულარობისთვის ცდილობ ამის დაფიქსირებას და არა იმიტომ რომ შენი მრევლზე ზრუნავ რომელიც ამ განსასწრებელში აღმოჩნდა შენ შეიძლება იქ ნავთი არის ეს ხამცეცხლი ანუ ნავთი თუ რა ვიცი ყოველ შემთხვევაში ეკლესიის პოზიციის პროფანაცია ხდება სასულიერო პირის სამოსია რაღაცა პოსტი უკავია რაღაცას აკეთებს და ამ დროს ლაპარაკობს ისეთ რაღაცას რაც ფაქტიურად აი მე ვთქვი უკვე რომ აი ობობის ქსელი იქცელება და ამ ობობის ქსელის მოქცევაში თვითონ ესენიც მონაწილეობენ, იმიტომ რომ ეს ხალხის აი ამ იმაში მოქცევა უნდა რომლიდანაც ვერ გამოვლენ ისე უბრალოდ უნდა ძალიან მძიმე განსაცდელი გაიარონ იქიდან რომ გამოვიდნენ. ამიტომ ჩვენ გვირჩევნია რომ აი ეს ობობის ქსელი არ შევქმნათ, არ დავამკვიდროთ და ვინც ცდილობს სანამ სუსტია ეს რაღაც ისინი რა საკვრელები, ესენი ჩავჭრათ და სიმართლით გავიაროთ რა, ანუ გავასუფთავოთ გზა, რომ მივიდეს სწორი მიმართულებით წავიდეთ. და სწორი მიმართულება რა არის, რომ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, უფლის წინაშე მართლები ვიყოთ. მან სიყვარული არ არის. ქვეყანა შევინარჩუნოთ და უფლის წინაშე სიმართლით ვაცხოვროთ ხალხი. ეხლა ვიღაცა არის ჩვენთან, ვიღაცა არ არის, ვიღაცა გვეთანხმება, ვიღაცა არ გვეთანხმება, მაგრამ ზოგადად ვითარება არ უნდა შევქმნათ ისეთი, რომ სიძულვი და ძალმომრეობა იყოს მთავარი მიმართულება ცხოვრებისა. ხო და აი ეს არის და აქ სწორი ორიენტირებია საჭირო. რუსეთი და ევროპა ეს არის ჩიხი, აი ეს დილემა. არის ქრისტიანობა რაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სხვა ღირებულებები თქვა დაუშვათ ვიღაცას არ ჯერა რომ სხვა რამე არსებობს და სიყვარული ცხოვრება შეიძლება და ეს სიყვარული არ არის ზოგადი ცნება სიყვარული არის ძალიან კონკრეტული რომ შენ თუ სიყვარულით უდგები ადამიანს თქვა როცა ადამიანი ცდილობს რომ თავი დაეტაკოს კედელს ან კიდე გადახტეს თქვა უბსკრულში ხო შენ იმას აჩერებ და შეიძლება შენ ძალიან მძიმედ დაგიждდეს ამის გაჩერება მაგრამ შენ ვალდებული ხარ როგორც ქრისტიანი აი სიგიჟეზე ადამიანი არ მიუშვა როცა ხედავ რომ ასეთი პრობლემაა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისათვის ესეთი იყო მეუფე სტუმრობა ჩვენთან დიდ მადლობას მოგახსენებთ თქვენ უბრალოდ აი ერთი წამსაც კიდე რა დაგვიმატებენ და აი რაში ხედავთ აი ზუსტად ნახევარწუთში თუ აი რაში ხედავთ გამოსავალ და აი მომავალს აი რას ფიქრობთ თქვენ ეს ყველაფერი პროცესი დაწყნარდება მართულია იმიტომ რომ ბევრს გონია რომ იქითაც ბიძინა აქეთაც ბიძინა იქითაც ბოროტი აქეთაც ბოროტი ან იქითაც აი ხო ხდებით ან ძალიან არეულია ხალხი რა რაღაცა მკითხავებად იქცა მთელი სამყარო თუ შეიძლება მეუფე თქვენ რაში ხედავთ აი თქვენი დასკვნა მინდა იმიტომ რომ ერთი ორი თვის მერე ზუსტად ვიტყვი რომ აი მეუფემ ესე თქვა და სწორი ყოფილა თქო დიახ ბიძინაც ადამიანი და ღმერთმა უშველოს იმასაც სწორად თუ იბლის ჩვენც გვიხარია რომ სწორად არის ეხლა ელემენტარული მელადომანია
ჩვენ რაც გვაქვს, რაც გვჭირს, ბელადომანია არ არის ის გზა, რომლითაც სიმართლით შეგვიძლია იარო. იქნება ბიძინა მართალი და სიმართლის გზით ივლის და ჩვენ ამაში ვეთანხმებით მას, მაშინ კი ბატონო იყოს ბიძინა და გავყვეთ სიმართლეში, რადგან დღეს ღმერთმა მას მისცა ძალაუფლება და თუ ის იმ ღირებულებებს დაიცავს, რომელი ღირებულებები ჩემთვის პირადად კი არა საქართველოს გამოადგა. ხო, არის მნიშვნელოვანი, მაშინ კი რატო არა და ხალხმა მისცა ხმა ამის მიხედვით. ამ ხალხს, ვინ დღეს ხელისუფლებაშია, ეხლა ამბობ, რომ ეს ნიჩურტა არითულება და არითულება და მოდი თავიდან ჩავატაროთ არჩევნები. რას ლაპარაკობ? ეხლა ვინმე თუ ესე იგი შენ არ გეთანხმება და ასეთია უმრავლესობა, ესე 4-0 რო წააგე და ამბობ რომ ჭინჭლობ და არა არითულება ისა და მოდი თავიდან და კი თავიდან რატო მაშინ როდესაც უკვე დამთავრდა ესა და შეგვე რა როდესაც არასწორად რამე გააკეთე ამის ფასია ის რომ შენ არ აგაქვს ის შედეგი ხო და ნუ იმათ მიეცა ხო ეხლა უნდა იმათ რამხელატვეთი აქვს იცი უნდა დაამტკიცო რომ ის ღირებულებები რაც იქადაგეს რაშიც ხარი დაუჭირეთ ჩვენ უნდა ვიყოთ ესე იგი ჩვენ მოვთხოვთ ამაზე პასუხს ბიძინასაც და სხვასაც რომ ეს რომ დამპირდი გააკეთე ხო ძალიან დიდი მე იმედი მაქვს რომ გააკეთებენ და ესეც ყველაფერი დაწყნარდება და მშვიდობა გვექნება მადლობა ღმერთს მადლობა ძალიან დიდი აი იმიტომ რომ ადამიანებს ძალიან უჭირს და ყველაზე ცუდი რა არის მე უფე რომ იმიტომ გონიათ რომ ყველგან ის არის რომ ყველა იყიდება მე უფე რაღაცნაირად ამ პოლიტიკურ ველზე რა და მაგიტომ გონიათ რომ იმას იყიდი და ამას იყიდი და არავინ ისეთი პატრიოტი არ გამოჩნდა აი მანდ ეხლა ვინც არიან რომ რაღაცნაირად ისე და ვინც არიან კიდე იმათ პატივს არცევენ იმ პატრიოტებს და იმათაც ნუ იმას ეგენიც ადამიანები არიან რა თქმა უნდა პრობლემები მაგიტომ გონია უბრალოდ ხავს რომ ყველა არის რაღაცნაირად ყველა იმის მართულია ის პროცესი და ყველას უკან იმის გასაგებია ხალხო ხო და საქართველო არის ქრისტიანების ქვეყანა გვიყვარს ღმერთი გვიყვარს ერთმანეთი და ჩვენ ამ ცხოვრებით უნდა ვიცხოვროთ და სიძულვილის ორწუთიანები უნდა გავაუქმოთ ძალიან დიდი მადლობა და ყველას აი ჩემი დიდი პატივისცემა ყველას ადმიტომ ყველას ვიცი რომ რაღაცას ყველა ზურგს უკან რაღაცნაირად სულისკვეთება შეიძლება რაღაცა ის ტკივილი რაღაცა დგას რომელსაც საბაბი მისცა ვიღაცამ აუცილებლად და ამის უკან ბოროტი დგას დიდი და ღმერთმა გადაგატანიოთ ეს ტკივილი და ეს ჭირი და ვარამი მე აი მესმის თქვენი ვინც ხარ დღეს ერთ ხარის ხარ თუ მეორე ხარის უმტკივნეულესია ვიცი და ამას აქვს სათავე რა თქმა უნდა ბოროტისაგან და ბოროტმა აგაკრეფინათ ეს ყველაფერი და ღმერთმა დაგაწყნაროთ და სიმშვიდე მოგცეთ რაც თავია კარგად ზანდებთ იმიტომ ძალიან პატარაა საქართველო და აი ერთმანეთს ნუ შევიძულებთ ვერაფერს ვერ გავუკეთებთ საქართველოს იმაზემეც თუ ზიზღი ვისწავლეთ ერთმანეთის სულ გავაერთიანოთ მთელი საქართველო და ერთმანეთი გძულს ხო მაშინ აზრი არა აქვს ამ ყველაფერს კარგად ზანდებთ დროებით მე უფე გახდა ჩვენს ყველა დროს გადავაჭარბე ბოდიშ გიხდი და წარმატებებს გისურვებთ გაიხარეთ მადლობა